ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც სწორედ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულებში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხდა. პრეს-რელიზი ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნა. პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე გააძლიეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი. აღნიშნული ეხება 218 პირს და ორგანიზაციას, მათ შორის 58 ფიზიკურ პირს და 170 იურიდიულს. ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანი რუსეთის ეკონომიკის და სამხედრო მიმართულების შესუსტებაა და ეს ზეწოლა მოსკოვზე მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რომლებიც რუსეთის ომის პროპაგანდის გავრცელებაში და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ნარატივების შექმნაში მონაწილეობენ. ეს არის კერძო კომპანიის და შესაბამისად საქართველოს არ ერევა მის ესე ვთქვათ მართვის პროცესში. გარდა იმისა, საქართველოს აკონტროლებს მხოლოდ რომ არ მოხდეს ამ კონკრეტულ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა და ეხლა რაც შეეხება ამ სანქციებს 6 თვის ვადა აქვს. მე როგორც ვიცი, ყულევის ხელმძღვანელობამ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები, რომ არანაირი სანქცირებული ტვირთის მოძრაობა იქ არ ყოფილა და არ შეიმჩნეოდა და აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციებს არ დაუწესებენ. მკაფიო არგუმენტები აქვს არსებულ კომპანიას და შესაბამისად იმედს ვიტოვებთ, რომ საერთო ენას ევროკავშირთან ნახავენ. საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ერევა. ჩვენ ვიცით, რომ აქ არანაირი სანქცირებული პროდუქცია არ შემოდის, ვიცით, რომ არანაირი სანქცირებული გემი არ შემოსულა. ის გემი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა სანქცირებული, მას შემდეგ რაც ამ პორტში იმყოფებოდა, ის გემი არ დაბრუნებულა ამ პორტში, შესაბამისად კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა არ არსებობს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი არის დროებით ჩქულისმოbt იმას, რომ იქ გაწერილია თუ არ ვცდები რაღაცა 6 თვიანი ვადა არის. ამ 6 თვის განმავლობაში გაირკვევა ბრიუსელი და კონკრეტულად ამ პორტის მფლობელები ერთმანეთში და დარწმუნებულები ვართ, რომ შეუძლებლად ამოღებული იქნება სიიდან. ამ სანქციების ქვეშ არ მოყვება.